შეიძლება ითქვას, რომ სინდისის პატიმრის ნიკა კაციას ზმის შემთხვევაში საქმე გვაქვს სამართლებრივ ნონსენსთან. მას ედავებიან გზის გადაკეტვას, რუსთაველის გადაკეტვას თან ავტომობილით. თუმცა ირკვევა, რომ ლაშა კაციას არ აქვს არც მართვის მოწმობა და შესაბამისად არ აქვს არც ავტომობილი. ახლა ელოდება კადრებს, რომელიც წესით შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმეს უნდა დაურთოს და ის გამოითხოვს ამ მასალას და შეეცდება ნახოს კადრები, სადაც იქნება აღბეჭდილი, რომ ის მართავს ავტომობილს, რომელიც არ ჰყავს და არ არის მის მფლობელობაში და არ აქვს ავტომობილის მართვის მოწმობა. ის ამბობს, რომ ყველა აქციაზე დადის, თუმცა ფეხით და ამ შემთხვევაშიც 8 მარტსაც მოუყვებოდა მარშს, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლიდან მოდიოდა. მედავებიან სატრანსპორტო საშუალებით გზის გადაკეტვას. გამიკვირდა, რადგან არც ავტომობილს ვფლობ, არც ატვირთოს, არც მოტოციკლს, არც ველოსიპედს, ანუ არაფერი სატრანსპორტო საშუალება არ გამაჩნია, მართვის მოწმობაც არ მაქვს და მინდა რომ მანახონ მასალები, რომელი სატრანსპორტო საშუალებით გადავკეტე რუსთაველი. რედისონთანაც გადაკეტილი იყო გზა და გადაკეტილი იყო თვითონ პატრულის მიერ გადაკეტილი გზა. და ამ ორ მანქანას, ორ პატრულის წყალებში თქვა ტექსტს როგორ გავცდი, მე ჩემი სატრანსპორტო გამოგონილი სატრანსპორტო საშუალებით ცოტა მეღიმება. არ გაგიკვირდეთ, რომ ერთ დღეს დაწერონ, რომ მდინარე მტკვარი ადიდდა და ეს საპროტესტო აქციის მონაწილეებმა კატერებით გადავკეტეთ რუსთაველი. არ გაგიკვირდეთ, მე არ გამიკვირდება. მესამე ჯარიმა მივიდა მსახიობ ბაჩო ქაჯაიასაც და ამბობს, რომ ტერორია ის, რასაც ახლა ოცნება ახორციელებს მომიტინგეების წინააღმდეგ. ამბობს, რომ პირველი ჯარიმის გადახდის ვადა უახლოვდება, თუმცა თulis, რომ ეს არის მძიმე ფინანსური წნეხი მისი ოჯახისთვის, მას აქვს საოჯახო ვალდებულებები, მისი შემოსავალი ანაზღაურება არ არის იმხელა, რომ 5000 ლარიანი ჯარიმა გადაიხადოს, თუმცა არ უშინდება ამ ჯარიმას და ამბობს, რომ ის ყოველდღე ტრადიციულად კვლავ იქნება რუსთაველის გამზირზე. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის ტერორი და ამ ტერორის მსხვერპლი ერთ-ერთი ვარ მე. ტერორი არის საყოველთაო, ყველას აჯარიმებენ. დღეს მესამე ჯარიმასთან ერთად ასევე მომივიდა პირველი ჯარიმის განჩინება, რომელიც 7 დღეში უნდა გადავიხადო. რა თქმა უნდა ვაპირებ, რომ სააპელაციოში გავასაჩივრო ესეც, მაგრამ ამ გადახდის ვალდებულებიდან არ მხსნის. მე პირადად ეხლა მართლა გულწრფელად არ მაქვს იმის საშუალება, რომ გადავიხადო 5000 ლარი. ეს არის პირდაპირ მოცემულობა ჩემთვის, ჩემი ოჯახის წევრებისთვის. მე 3 შვილი მყავს, რომელთანაც მე ჩემი საკუთარი პასუხისმგებლობა მაქვს და ამ პასუხისმგებლობას მე არც და ვერც გავექცევი და ზუსტად აი ამ ჩემი 3 შვილის პასუხისმგებლობა არის ასევე რომელიც ასევე როცა მე ვდგავარ რუსთაველზე და ვიცავ მათ მომავალს და მოკლედ ამ ტერორს ჩვენ არ შევეგუებით, ვერ შევეგუებით და დავდგები ისევ რუსთაველზე. დაჯარიმებულები არიან მსახიობები, სინდისის პატიმრის ოჯახის წევრები და ჟურნალისტებიც. მაგალითად, მარიამ ნიკურაძეს, რომელიც არის ფოტოგრაფი და ყოველდღურად აშუქებს პროევროპული აქციების მიმდინარეობას 11 და 15 მარტის აქციების გაფშუქების გამო მას 2 ჯარიმა გუშინ ერთდროულად ჩააბარეს, როგორც ჟურნალისტი ამბობს, რა თქმა უნდა, ამას გაასაჩივრებს, თან მიაწვდის ინფორმაციას ოფიციალურად კიდევ ერთხელ შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ ის პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა, თუმცა ჩვენ გვინახავს დაჯარიმებული ჟურნალისტები გაშუქების გამო და შინაგან საქმეთა სამინისტრომ რიგ შემთხვევაში ეს მოცემულობა არ გაითვალისწინა.